გესალმებით, მეგობრებო, 27 დეკემბერს მექნება ძალიან საინტერესო ლექცია, ონლაინ ლექცია, Google Meet-ის საშუალებით, სადაც ვისაუბრებ ვრცლად, რას ნიშნავს კარმული ურთიერთობები, კარმული კავშირები, რა ხდება, როდესაც ცაზე, მაგალითად, მნიშვნელოვანი ტრანზიტები იკვრება და შეიძლება კარმული სიტუაციები უფრო მეტად მივიზიდოთ, ვიდრე ჩვეულებრივად, მაგალითად, მოსალოდნელი არის ყოველდღიურ ცხოვრებაში. კარმული სიტუაციები ეს არის ძალიან სიღრმისეული, ფსიქოლოგიური, ფსიქოლოგიაში რო გადავიდეთ მაგალითად, ხომ? ფსიქოლოგიური მიჯაჭვულობები, შინაგანი ტრავმები, შინაგანი მოდელები და კომპლექსები, რომელიც საჭიროებს აუცილებლად განტვირთვას, რომელიც საჭიროებს მივიზიდოთ ისეთივე ენერგიის ადამიანები ან სიტუაციები, რომელიც ან ამას დაგვანახებს, ან გაგვათავისუფლებს ამ მიჯაჭვულობებისგან, აი ამ ტრავმებისგან და შესაბამისად იმის ნაცვლად, რომ ჩვენ რაღაცნაირად გამოდიოდეთ ამ კარმული სიტუაციიდან, კიდევ უფრო ვაძლიერებთ და ვაღრმავებთ ამ კარმულ მიჯაჭვულობებს, ტრავმას ვაძლიერებთ. ძალიან მნიშვნელოვანია რომ ვიცოდეთ რა არის ზოგადად ესეთი ურთიერთობები, კარმული ურთიერთობები და ვიცოდეთ რა სიტუაციაში შეიძლება მივიზიდოთ ეს, ხომ? აი, როდესაც მაგალითად ახლა შავმთვარეზე ვლაპარაკობ ან რაღაც სატურნის ენერგიაზე, არის ასევე ფანჯრები სამყაროში, რომელიც უფრო რაღაცნაირად აქტიურებს აი ამ კარმულ შეხვედრებს, კარმულ ისტორიებს, შეიძლება არ იყოს ეს თვალ პარტნიორული ურთიერთობა და იყოს სიტუაცია, მაგალითად, კარიერული, სამსახურებრივი, ან ყველგან მუშაობს ეს კარმული ემოცია, რომელსაც თუ არ დავამუშავებთ, ხომ, ყოველთვის ვიზიდავთ მე მსგავს სიტუაციებს, ან მსგავს ადამიანებს, რომელიც ამას გაგვიაქტიურებს. ამ ყველაფერზე ვისაუბრებ 27 დეკემბერს, პირველ საათზე იწყება ონლაინ შეხვედრა Google Meet-ის საშუალებით, ვიწერ ხოლმე ამ ვიდეოებს, რომ შემდგომ კიდევ მოусმინონ, იმიტომ რომ იმდენ ინფორმაციას ვაჟღერებ ხოლმე, მე არის ინტერაქცია, იქ კითხვა-პასუხი, გაცილებით უფრო საინტერესო არის შემდგომ მე კითხვა-პასუხში ჩართულობა, ცოტა თერაპიას ემსგავსება ხოლმე ჩემი ლექციები, როგორც წესი. ძალიან საინტერესოა, ჩემთვისაც ძალიან საინტერესო არის ხოლმე ესეთი ლექციები, ძალიან მიყვარს ლექციების ჩატარება, იმიტომ რომ ეს უშუალო ინტერაქცია, უშუალო კავშირი აუდიტორიასთან, ისე რომ ვთქვათ, ძალიან ბევრ საინტერესო, ისე რომ ვთქვათ, ველს რთავს და იმ ველში მე რაღაც ძალიან ისეთი ჯადოქრობები ხდება ხოლმე, ხო, ძალიან საინტერესო სიტუაციისკენ მიდის, მაგალითად ლექცია. შეგიძლიათ, ვისაც გექნებათ სურვილი, მომწეროთ, ჩაგწერთ ჯგუფში, დახურულ ჯგუფში, სადაც იქნება ეს ვიდეო, ეს ჩართვა. და იმედია, რომ თქვენი ინტერესი იქნება. ჯგუფის რაღაცა ნაწილი უკვე შეკრებილი არის, ველოდები კიდე მსურველებს და ძალიან საინტერესო ლექცია გვექნება, იმიტომ რომ ეხლა განსაკუთრებით არის ისეთი სამყაროში ისეთი დინამიური ენერგიები, სატურნის ცვლილება, ნეპტუნის ცვლილება, ძალიან ბევრ რაღაცებს აჩქარებს და აქტიურებს და განსაკუთრებით ისეთი კარმული სიტუაციებიც უფრო აქტიური ხდება და ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ჩვენ ვიცოდეთ, რასთან გვაქვს საქმე, რა არის ეს ჩვენში ემოცია, იმიტომ რომ იქ არ ვისაუბრებ მხოლოდ კარმული ურთიერთობის სტრუქტურაზე. ემოციებზე ვისაუბრებ, ხო, რა ხდება არაცნობიერში, რა ბლოკები არის, რომელიც შემდგომ იზიდავს ამ სიტუაციებს და ეს არ იქნება მხოლოდ ასტროლოგიური ან კარმული ინფორმაცია, ეს იქნება ფსიქოლოგიური ინფორმაციაც ასევე და ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო გამოვა ჯამში და გელოდებით მეგობრებო, დროებით.